Ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისივე შემოსვლა მუსიკალურად თვითონვე გააფორმოს. მივესალმოთ ხვიჩა მაღლაკელიძე. გიპი ხო შემწიე სწორად. ჩვენი სტუმარი იყო ხვიჩა მაღლაკელიძე. გაჯექი ახლა მოწია მამა. ბიჭო მე აქ მუშაობ თუ რა ხდება მე რაფერჯერ ვარ ფაქტიურად უჩემოთ იყავი შენ მოსული როგორც კი დამიგულე რომ არ ვიყავი საქართველოში აგერ ამიკოსად არის აქ არის ამიკო ხო და ამიკო და მე ისე კარგად ბათუმურად წავიყვანეთ განაცემ იმის მერე ვერ მომიშვერე ბათუმი რომ ჰაიყავი შენ აგართვის სალამი აგართვის არა არ გამოსდის მაინც არ ვცდილობ თორე როგორ უნდა გამევყვან კი მეტი არა ჩემი ტერი მაგრამ მაინც არა უშავს როგორ ხარ ჩემოღე დიდი ჩაცმულობაზე ზრუნავს დასუფთების სამსახური არ უნდა ამას აღნიშნვა ისედაც ჩანს შემოხვიჩა დიდი მადლობა მართლა მეორედ მოსვლისთვის ერთი მადლობა ვისაც საჭიროა 100 წლის მერე მაგრამ მართლა აწი რომ მოვალ შენთან განაცემა შენ ვიყავი წამყვანი რა რატომ ამიკო ჩემი ძმა ამასთან ძალიან შინაულა შეთან მაინც მორიდებით ვარ იმიტომ რომ 4 წლით უმცროსი ვარ შენზე და მაინც მორიდებით ასაკ ხო ამანაც დაიწყო ასაკზე ლაპარაკი უმცროსია შენზეც ხო უფრო პატივი უნდა ვცე და ამასთან ვერაფერს ვერ ვიტყვი ისეც გადაბმულებელ სულ მოწიწები და კადემა მოსილები დედა რატო არ არის ერთი რეპეტიციის კადრები გადაღებული რა ხეჭი სულ 21 და 27 თანხმოვნები იყო ძირითადად და ისე თანხმოვნები ჯერ არ არის ამბანი ახლა ნახეთ ჩვენი მაყურებელი დააპაუზებს ტელევიზორს და დაიწყებს ანბანის გადათვლას რომელი ასოა 27 და 21 ამ დროს მე ისე რენდომ გავარტყი ნუ ეგ არაფერი მაგრამ რა შეეცი საქმე ხლა ეს კი მოუხშირი აქსიარულს მაგრამ უკვე მეორედ ხარ მოსული ხო ბიჭო შენ გადამიხადე და მე7 ჯერ მოვარ შენ სხვადასხვა არ გამომაცხადე ყოფილა რასაც ამაზე ამბობენ შენ არ გამომაცხადე სწორად უნდა გამოგეცხადებია საქართველოს დამსახურებული გათახსირებული და კორუმპირებული მომღერ ხა ასე თუ გაგზელ ისე არ ველოდი შენგან ხვიჩა ასე თუ გაგზელ და შენ კონცერტებზე ჰონორარებსაც მოითხოვ დაკვრაში და სიმღერაში მაგრამ არის ესე შეიძლება აგაც წარმოიდგინე ახლა მათი ამბავი ფულის გადახდის დრო რომ დადგება, სადმე რომ ხართ კაფეში, წარმოიდგინეთ, ახლა ამიკო და ხვიჩა. მიმტანი იხდის. ისე ელექტროგიტარაზე რატომ არ უკრავ ჩემო ხვიჩა? ელექტროგიტარაზე ეს შუქი განასახადებელი ბევრი. გამიგე? ხო და არის კიდე ესეთი ვარიანტი. დაუშვათ აი ელექტროგიტარა გიჭირავს ხელში და თალსას უკრავ, დავშა. ყვავილების ქვე ჩაფრა შუქი. და მორჩენილია შენი საქმე, ხო? იზახე, ანა, სამილო თახში. შეგენაცვალე, კარგია და ისეთი ადამიანი ხარ მართლა ჩემო ხვიჩა, ახლა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, აი ყველას რო უხარია შენი სტუმრობა, შენი სტუმრად მისვლა და ჩვენც რა თქმა უნდა, მათ შორის გამონაკლისი არ ვართ. ბედნიერება ყოველ ჩემი შემოსვლა. აქ მიუხედავად იმისა, რომ ბანკარის დაყენება ცოტა რთულია თქვენთან მართლა დიდი ბედნიერება ყოველთვის, იმიტომ რომ თქვენმა ტელევიზიამ და თქვენმა არხმა არა მარტო ხვიჩა ძალიან ბევრ კარგ მუსიკოს, კარგ ხელოვანს, ძალიან კარგი რეკლამა გაუკეთა. და აჩვენა საზოგადოებას მათი საუკეთესო მხარეები. აი ჩემით საუკეთესო მხარეთ ვარ წარმოდგენილი, ხო? თუ არა ისე რა გათახსირებული ვარ შენ არ იცი. როგორ არ ვიცი? ეგეც საქვეყნოთ არის უკვე ცნობილი, როგორც სხვა ტელევიზიები მუშაობენ. მაგაზე უფრო სხვა ხალხი მუშაობს. მოდი ახლა ეს პატარა ექსპერიმენტ ჩავატარებ, არ გაგიჭირდება დარწმუნებული ვარ. სადღე გრძელობს რომ მოარგო სხვადასხვა აი მუსიკალური გიტარის იმპროვიზაციები. აი მაგალითად მე ვამბობ, მაგალითად სადღე გრძელოს მეგობრებზე. თუ გირომ დაგაგალერსი რიდაო ჩახედე მე მაბარსვალებში რიდაო
კარგია, საკმარისია, დიდი მადლობა. კარგი, ეს მარტივი იყო. მოდი ცოტა გავართულოთ ტკბილი მოგონებები. ტკბილი მოგონებები? ძალიან იმედი მაქვს, რომ ახლა იმანუელას არ დაუკრავ. რაიცო. მართლა მაგას აპირებდა ხო იცი? ვიყავით ერთხელ. რატო? ტკბილი მოგონებები. კარგი. მაშინ დაშლა არმოშლაზე დამიკარი ერთი თუ ჩემი ძმა ხარ. დაშლა არმოშლაზე კი ბატონო. დაშლა არმოშლაზე ყოველთვის რომ ვანიშნო სტუმრებს ებიო წალი თუ გვაქვს. ნანაინანაინანა. 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 ჰეი! დამ პარამ პამ 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 პარამ. აიხარა. მაინც არ მიდიან. შემოხვიჩა. ისეთ სასურველი სტუმარი ხარ ახლა ყოველგვარი გადაჭარბების და ხუმრობის გარეშე, აი ყველგან სასურველი სტუმარი ხარ ნამდვილად რა. თუ გადაცემაში, თუ ოჯახში და ამაში ყველა დამეთახმება მე. აბა გაბედავდა მიხვალ გიტარის გარეშე რა ვარი სასურველი ხარ. საპრითაც არ დაგაბადინებენ ხელს. კარგი გენაცვალი, კარგი. იყოს ეგრე, მაგრამ არ გეთახმები რა თქმა უნდა, მაგრამ შენზე ახლა მთელი საქართველო ლაპარაკობს, შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოს რაღაც ნაწილიც და არ გაინტერესებს აი ჩვენი ტროლი და ბოტი შენზე რას იტყვიან და რას ლაპარაკობენ? ძალიან მაგარი ორი ახალგაზრდა გყავს. აბა, მივეც ალბათ. აბა, გუგა ომისე. ჩემი მეგობარია და აბა თქვენისი, თავი არ მომჭრათ. ვაი, ხვიჩა. რა ხდება? რა შეიდინა? არაფერი, მაგრამ რა შეუხდება სიტუაცია? რა მაგარია. ხვიჩა მაღლაკერიძე ბათუმელია. ვა, საღოლ ბათუმი, კაი ქალაქი ყოფილა. დებია ჩემა დამაბარა, დიდი სიყვარული, სითბო, ჩახუტება და მოკითხვა ჩემგან უნდა. შეგიძლია გია ბაღაშვილს უთხრა ლიანა ჯაფარიძე მოგიკითხაო. ხვიჩა მაღლაკერიძეს მძიმე ბავშვობა ქონდა. სანამ გიტარა არ იყიდა იქამდე დაბადების დღეზე არავინ ბადიჟობდა კაცო. თუნდაც ხვიჩა მაღლაკერიძეს პასპორტში გიტარა უჭირავს. ხვიჩა მაღლაკერიძე სულ გიტარით დადის. ესავლა კატა კაი ჯიბითაც ივლიდა. განახარით ვარ მოსული. ხვიჩა მაღლაკერიძე შეუძლია 48 საათი გიტარაზე შეუჩერებლი დაუკრას. და გიტარის გარეშე უფრო მეტიც. ხვიჩა მაღლაკერიძესთან ვერცერთი გიტარისტი ვერ მივაახლოს. გიტარას ისე იქნებს თუ ბიჭი ხარ მიუახლოვდი აბა. ხვიჩა სიმღერის დროს 5 სიმი გაუწყდა. და ერთ სიმზე ისე კაც დაუკრა რომ ვერაფერი ვერ შეამჩნია. რანაირად? ვისაც არა მორგში მაგისთვის ნახლა. სადაო? მორგში. ხვიჩა ძალიან უყვარს ბავშვები. გასაკუთრებით ისინი ვიც გიტარასთან ემზადებიან ემასთან. ხვიჩა მაღლაკერიძე ოქროს თევზი გაიჭირა და ახლა 1-ით მეტი მოსწავლე ყავს. ხვიჩას ცხოვრება ჩონგურივით აქ აწყობილი. თუ გიტარასავით? თუ არ მაპადიო ახლა 3 სიმი. ხვიჩა მაღლაკერიძე კიდევ ერთი ნიჭით არის დაჯილდოვებული. დელფინებს ელაპარაკება. მართლა? და დელფინები რას ეუბნებიან? არაფერს არ ესმითა, რა უნდა ელაპარაკო. ახალგაზრდობაში ხვიჩას სილვესტრ სტალონეს ამსგავსებდნენ. სამაგიეროდ ახლა სტალონეს ხო ამსგავსებენ ხვიჩა მაღლაკერიძეს. ხვიჩა მაღლაკერიძე დაბლა რომ ჩავიდეს მაინც მაღლაკერიძე იქნება. ეგ რა არის? ხვიჩა მაღლაკერიძე ფეხის წვერებზე რო დადგეს უფრო მაღლაკერიძე იქნება. ამ შველის მაგ. თურმე ხვიჩას გიტარა თავზე რო გადაგამტრიონ, კინეული არ იქნება. შენ რა იცი? რა ვიცი და მალე გავიგებ თუ ატყობ და ამიტომ დაგემშვიდობები. ვარაუდი გამოთქვა, ვარაუდი. წავედით ხვიჩა ჩვენ. თუ რამე გეწყინათ, ზურას უთხარით სიმღერით. ზურა ჩვენ გვიმღერებს და ჩვენ ტკბილად ევიძინებთ მაგ სიმღერაზე.
დიდი მადლობა ბიჭებო, კარგი იყო, კარგი, აბა, რა სიტყვით ხვიჩა ბატონო, როგორ მოგეწონათ ბიჭები? ერთი ცალი გამატანე სახში. ერთი ჩემი ბავშვობა, მეორე ჩემი თანამედროვეობა. ორივეს გაგატან. ორივეს და ამიკოს გამოგატან ხურდაში კიდე რა ვქნა მეტი? განებეთ ჩემს ამიკოს თავი. არ დანებებული მაგატან. კაი ბატონო, წამო ამიკო, წამო. შემოხვიჩა. ჩვენ ახლა ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ. ბატონი ოთარ ამიშვილი, ჩვენი კვაჭიჭო, ჩვენი დიდი მუსიკოსი, დიდი კომპოზიტორი, დიდი გიტარისტი, დიდი პოეტი, რომლის დაბადების დღეც შეგვიძლია ვიზეიმოთ მთელი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, და შენ როგორც მისი სტილის თაყვანის მცემელი და გამგზელებელი, მე როგორც მისი მოსწავლე ვერ გავუშვებ ხელი და რომ სიმღერა არ გთხოვო ბატონი ოთარი. შენ ყველაზე დიდი ექსკლუზივი გერგო. საერთოდ ოთარი შენში უფრო მეტია ვიდრე ჩემში. მაგალითად? იმიტომ რომ ერთ-ერთ წიგნში ჩემი ორივე თვალით ვნახე ქალაქის კოლორიტები. საუბარი ბატონ ოთარ ამიშვილზე დიდი სტატია და სურათი ვისი ზურა მანჯავიძის. კი. იმიტომ რომ პროექტი ერთ-ერთში განოსახიერე ბატონი ოთარი და ისეთი დამაჯერებელი ვიყავი რომ ბატონი ოთარის მაგივრად ჩამსვეს. აი მე მახსოვს კონსულტაციები ვისგანაც აიღე შენ. ნუ კი ბატონო არ დაგიმალავთ და ბატონი ჩასგან. აბა გთხოვთ შემოხვიჩა. მოდი მაშინ გავაკეთოთ აი რახან ოთარ ამიშვილი ახსენებ. ოთარ ამიშვილის მიმინორული კი ბატონო. პატარა ექსკურსი გავაკეთოთ. ხოა ბულბულის თუენა. კი ბატონო. ბულბულის თუენა შაშვის გალობა გედის სიმღერა და დედის ნანა ასეთ ბილი და ასეთ ტბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა ასეთ ბილი და ასეთ ტბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 მესმის გალობა ედების მასში მესმის რომ გალობს ნაზი ბულბული სიო შურჩულში ფოტო ჭრიალში უსმენდა მგდები გადაცებული სიო შურჩულში ფოტო ჭრიალში უსმენდა მგდები გადაცებული მოდი ზურია მარე მეიტა გიტარა და ამიჯექი აგერ გვერდი მოდი დაჟექი ფეხი ამოიდე ფეხს მიხარად ხარ მოძღერილი რამ გაგაღონა ვინგადინა ეგრებული ჩემო გოგონა დარჩილანა ვინგადინა ექსრემლები ვინაგადირა ჩემო გარგო ჩემი წღენა ვინ დაბირა შენი ყავიჩი დუნია მე კი ვერ გვისო შენ ბოდოლებში ჩემი წღენა ვინ დავიმონო დაიბუდე რომ არავინ აღარ გადიროს და სემლების ნაგადული არ ვინ გადიროს მასი პრინე და იჯიგჯიგე გაშალებთები მეც გალობით მოხიბლული შენი ვიგნები შენი ვიგნები შენი ვიგნები გადაცემის სტუმარი იყო ამიკო ჩოხარაძე. მადლობა გამიგო.